პირდაპირ ეთერში მას სხვა კითხვებს დაუსვამენ. დიახ. ქალბატონო, იცით რა არის? ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ აუცილებლად დაусმევენ შეკითხვებს გზებზეც, ეკონომიკურ ზრდაზეც, ქალაქის ინფრასტრუქტურაზეც, იმიტომ რომ მე იმდენად პოლიტიკური თანამდებობა არ არის, რამდენადაც თანამდებობა, რომელსაც პასუხისგება აკისრია მილიონზე მეტ მოსახლეობიან ქალაქზე. რაც შეეხება იმას, ჩვენ გუნდს რა ქონდა, უпростоრად მაპატიეთ გუნდს არა, იმიტომ რომ გუნდი და პარტია სხვადასხვა არის. პარტიას რა შეცდომები ქონდა დაშვებული მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებას აკომპლექტებდა, ამაზე პარტია ღიად ლაპარაკობს, არავითარი პრობლემა არ აქვს. 5 წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩეველმა დაინახეს რა იყო მოგონებული ჭორი და ცილისწამება, რა იყო სიმართლე, რაზეც ჩვენც ახლა ვლაპარაკობთ გახსნილად და ზალიკო უდუმაშვილმა რატო უნდა აგოს პასუხი ბევრ შეცდომაზე და გადაცდომაზე, როდესაც ზალიკო უდუმაშვილი შემოდის პარტიაში, რომელიც მთლიანად განახლებული არის და რომელიც მთლიანად ანუ ძველების ცოდვები იყო ის ბატონო გრიგოლ, თუ თქვენ აქცენტს აკეთებთ ეხლა განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაზე, ანუ ვინც წავიდნენ, თან გაიყოლეს